წითელ კვადრატში ჩვენი galaktika მოჩანს ირმის ნახტომი. იქამდე მანძილი 10 მილიონი სინათლის წელია. ანუ 10.23 მეტრი. 1 მილიონი სინათლის წლის მანძილიდან იგი ასე გამოიყურება. აი აქ კი პატარა თეთრი წერტილი ჩვენი galaktikis აღნიშნულია. იქამდე 100,000 სინათლის წელიწადია. 10,000 სინათლის წლის მანძილზე იგი ასე მოჩანს. ხოლო 1000 წლის მანძილზე ასე. 100 წლის მანძილზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზეც, რომ სადღაც აქ დედამიწაც უნდა იყოს. მაგრამ მანძილი ჯერ კიდევ დიდია. 10 სინათლის წელიწადი. 10.17 მეტრი. დედამიწა ჯერ არ მოჩანს, მაგრამ მზე მოჩანს. წითელი კვადრატის შუაში კვეთრი წერტილი. მანძილი 1 სინათლის წელი. 1 ტრილიონ კილომეტრზე მზე დაახლოებით ასე მოჩანს. ხოლო 100 მილიარდ კილომეტრზე უკვე მზის სისტემის პლანეტების შეიძლება დავინახოთ. 10 მილიარდზე ის ასე გამოიყურება. ხოლო 1 მილიარდი კილომეტრიდან უკვე დედამიწაც კი შეიძლება დავინახოთ. 100 მილიონ კილომეტრზე დედამიწის ორბიტა ასე გამოიყურება. ესეც 10 მილიონ კილომეტრზე. ეს 1 მილიონ კილომეტრზე ჩანს დედამიწა და მის ირგვლივ ორბიტაზე მთვარე. 100,000 კილომეტრიდან დედამიწა ასე მოჩანს. ეს 10,000 კილომეტრიდან ჰემისფეროდან. ამერიკის შეერთებული შტატები 1000 კილომეტრის სიმაღლიდან. 100 კილომეტრის სიმაღლიდან. ეს კი ქალაქი ფლორიდა 10 კილომეტრის სიმაღლიდან. და ესეც მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორია ამ ქალაქში 1 კილომეტრის სიმაღლიდან. ასი მეტრის მანძილიდან ლაბორატორიის ეზოში ხეებიც კი მოჩანს. ხოლო 10 მეტრზე მისი ფოთლებიც კი შეიძლება შევამჩნიოთ. 1 მეტრიდან უკვე თვითეული ფოთოლი შეიძლება გავარჩიოთ. 10 სანტიმეტრიდან ფოთლის ფორმაც კი შეიძლება დავინახოთ. ხოლო 1 სანტიმეტრიდან უკვე ფოთლის სტრუქტურა შესამჩნევი. მანძილი 1 მილიმეტრი და 100 ჯერ გადიდებული მუხის ხის ფოთოლი. მანძილი 100 მიკრომეტრი და უჯრედოვანი სტრუქტურა ფოთლის ზედაპირზე. მანძილი 10 მიკრომეტრი და
1 უჯრედის ზომა წითელ კვადრატში. მანძილი 1 მიკრომეტრი. ამ მანძილზე უჯრედის ბირთვიც მოჩანს. 100 ნანომეტრი. 100 ნანომეტრზე მოჩანს უჯრედის ატომის საშენი მასალის ქრომოსომების შემადგენელი ნივთიერება ქრომატინი. 10 ნანომეტრზე დიგზოქსინ ნუკლეინის მჟავას ძაფები. ხოლო 1 ნანომეტრზე ამ მჟავას საშენი ბლოკები. ასი პიკომეტრი. მილიმეტრის მემილიონედი ნაწილი. მძიმის შემდეგ 6 0 და მხოლოდ შემდეგ ერთიანი. ზომა, სადაც მოჩანს წყალბადის ატომის ელექტრონების შრე. 10 პიკომეტრი. მილიმეტრის მემილიარდედი ნაწილი. შეიმჩნევა ელექტრონები გარე შრეზე. 1 პიკომეტრი. ცარიელი სივრცე ბირთვსა და ელექტრონებს შორის. 100 ფემტომეტრი. ამ მანძილზე უკვე ატომ ბირთვი შეიძლება დავინახოთ. 10 ფემტომეტრი. ნახშირბადის ატომ ბირთვი მოჩანს. 10 ფემტომეტრი. 10 - მე-14 ხარისხში მეტრი. 1 ფემტომეტრი. აღმოჩნდით პირისპირ პროტონთან. და ბოლოს ქვარკებიც კი დავინახეთ. ეს არის 100 ატომეტრი, ანუ 10 - მე-16 ხარისხად მეტრი. ასე საოცრად შეუქმნია უფალ სამყარო.